ჭკვიანი ადამიანები საკუთარ ცხოვრებაში და თხახლობით ცხოვრებაშიც ნებისმიერი სახის სიტუაციებს, რაც ხდება მის ირგვლივ, იყენებენ სასარგებლოდ. რაც შეიძლება გიქნდეს გამოყენებული სასარგებლოდ. სიტუაციები და მომენტები და მოვლენები, რომელიც არ არის მათთვის სასარგებლო, ცდილობენ შეატრიალონ, რომ სასარგებლო გახდეს. ჭკვიანი ადამიანები ასე იქცევა. სულელები სასარგებლო რამე მათთვის რო არის, ან იგნორს აკეთებენ ყველაზე კარგ ვარიანტში. ან ამ სასარგებლოს არათუ არ იყენებენ, პირიქით ებძვიან. ეს არის სულელი ადამიანების კეთება. ეს პირად ცხოვრებაში რო იყოს. ავიღოთ ახლა ერის ცხოვრებაში. თუ ჩვენი ერს უნდა განვითარება და განვითარება ახლა ლიბერალური განვითარება არის ღმერთის განთავისუფლება, მაგაგებით კი არა. ზნეობრივი, მორალური, ისტორიული, კულტურული, ინტელექტუალური განვითარება თუ კი უნდა. აუცილებელია რომ ჩვენს ირგვლივ რა მოვლენებიც ხდება და რომელი მოვლენებიც არის საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო, იქნეს გამოყენებული საქართველოსთვის. ახლა კონკრეტულად მე რამდენიმე მაგალითს დავასახელებ, რამდენიმე ფაქტს. ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ ქრისტიანები ვართ. აი ქართველებს ვამბობ, მართლმადიდებელს ვინცვლის თავს. როდესაც ხარ შენ ქრისტიანი მართლმადიდებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მართლმადიდებელი, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს, არის შენი აი ერთი ბარძიმი გაქვს მასთან, ამ მრევლი გამიგებს ამ სიტყვას, რაც ნიშნავს ერთი ბარძიმი გაქვს მასთან. ერთნაირი ლოცვა გაქვთ. ოღონდ თავთავი ეს ჩვენ ენაზე. და ესენი ერები არის. ძირითადად რომ არის ეს სარწმუნოება ჩვენი ქართველები, რუსები, ბერძნები, ბულგარელები, სერბები. ნუ ახლა ნაწილი არ არის მართლმადიდებელი, მაგრამ მცირე ნაწილია. ეს ქართველებიც არ არიან მართლმადიდებლები, ვიღაცები, მცირე ნაწილი. ძირითადად ქართველი ერი თულა მართლმადიდებელი არ არის. იმიტომ უმრავლესობა მართლმადიდებლური. და ეს ფაქტორი უნდა იქნეს გამოყენებული. თუ ჩვენ თვლით თავჭკვიანერად. მაგალითად, თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მქონდა ოქროს ხანა, მაშინ ეს ოქროს ხანა უცებ არ გაჩენილა, თანდათან დაიწყო ოქროს ხანის მშენებლობა, გრიგოლ ხანძთელმა ჩაუყარა საფუძვლებელი ტაო-კლარჯეთში ტაძრის მშენებლობას, აღმაშენებელმა დაიწყო სახელმწიფოებრულად, პოლიტიკურად და თამარ მეფის პერიოდში უკვე ოქროს ხანა აიქნა. ეს უცებ არ მომხდარა. გარკვეული პერიოდი, მაგრამ ისტორიული ფაქტია, რომ ამ დროისში ჩვენ დალაგებული ვიყავით მსოფლიოს ერთ დიდ იმპერიასთან, ბიზანტიის იმპერიასთან, რომელიც იყო მართლმადიდებლური. ამან ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყანაში ოქროს ხანის მშენებლობას. და როგორც კი ბიზანტიის იმპერია დაეცა, კონსტანტინოპოლი რო დაეცა მე-15 საუკუნის შუა წლებში 1453 წელს 10 წელიწადში 62-ში 9 წელიწადში თუ არ ვთქვი წელი შეიძლება მეშლებს მაგრამ მე მგონი 1462 წლიდან და მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე საქართველოს დაიშალა და იმ შუა საუკუნეებში იმდენად ისეთი უბედურებები მქონდა ასეთი კატასტროფული მდგომარეობა არც ჩვენი ისტორიაში არ ქონია მონატყიდნენ მონებად ვიყიდებოდით სტამბოლის ბაზარზე და ჩრდილო კავკასიის ბაზარზედაც. ეს არის ფაქტი. და როდესაც ჩვენ გვყავს სახელმწიფო, რომელიც ჩვენი სარწმუნოების ახლა ლიბერალები კი ყვირიან, რომ აი ტაძრებს გვინგრევ, ტაძრებს რომ გვინგრევდნენ, ათეისტები იყვნენ, მაშინ მართლმადიდებლური კი არ იყო რუსეთი. რუსეთშიც ანგრევდნენ ტაძრებს. რუსი მართლმადიდებლობის მტრებიც იყვნენ ისინი. მე-20 საუკუნის ათეისტები, რაცო ეს ფაქტია. მე ვამბობ, რომ ახლანდელ, როდესაც ძლიერდება რუსეთში და ძლიერად დგას სარწმუნოება, ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ. ერთი ბარძიმი გვაქვს და მეორე კიდე. მოდი ახლა მე ვიტყვი რამდენიმე ფრაზას. აი საქართველოს ინტერესები რა არის და რამდენად ემთხვევა ის რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს. რამდენიმე დეტალს ვიტყვი. იმიტომ რომ რატო ვამბობ ამას?
ერთი გამონათქვამი არსებობს ჭკვიანური. როდესაც მიდიხარ ადამიანთან, რომელსაც გინდა რაღაც თემაზე დაითანხმო, რომ შენი თანამებრძოლი იყოს, ბიზნესში შენი რაც ქვია პარტნიორი იყოს ასე შემდგომ. ხო? ისეთი რამე უნდა შეთავაზო, რომელიც მას დაინტერესებსო. მაგრამ შენთვის იქნება ის სასარგებლო, ის უნდა გართვალო ტექსტი, დიპლომატია ქვია ამას, რომ შენთვის სასარგებლოა, მაგრამ იმას ესაუბრები, რომ ისთვის არის სასარგებლო. მოდი ახლა რა არის რუსეთისთვის სასარგებლო, მოდი ვთქვათ. რუსეთს ახლა, რუსეთის სახელმწიფოს სოფლიოზე სახელმწიფო ებრძვის უკრაინის ტერიტორიაზე. ახლა ყველა მიცის ეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკის გარეშე მათ ომი არ იქნება. არც დაიწყებოდა და ამერიკას თუ მოინდომებს, მალევე მთავრდება. არმიას წოდებს ბოლო-ბოლო იარაღს და კოსმოსიდან არ მისცემს დახმარებას. ნუ ასე შემდგომ. ომი აქვს. მისი კიდე მეორე ისტორიული მოწინააღმდეგე არის ოსმალეთი, თანამედროვე თურქეთი. თურქეთის ინტერესი არის დიდი თურადი შექმნა. აი თქვენ ბრძანეთ შემოჯობა აზერბაიჯანი, იქით ყაზახეთი, არ გვიხსენებია, ერთი და ერთი ენაზე ლაპარაკობენ, აქცენტები აქვს განსხვავებული და რომ ყაზახი, აზერბაიჯანი და თურქი დააყენო ერთად და საკუთარ ენაზე ალაპარაკობენ, გებულობენ ერთმანეთს ალაპარაკებს. ვოლგა რო ჩამოდის რუსეთიდან კასპიის ზღვაში, იზემოთ თათარსტანი არის იქაც მუსულმანები ცხოვრობენ, ჩრდილოეთ კავკასიელები, ოსების გარდა. თურქული სარწმუნოებისა ყველა ერი თუ არ მე მგონი არ ვსწრები და ოსები არიან მარტო რომ არ არიან მას სარწმუნოების და ეს ჩრდილოეთისკენ და აღმოსავლეთისკენ. სამხრეთისკენ ასევე დიდი თურადის, დიდი ოსმალური იმპერიის აღდგენის სურვილი აქვს თურქებს. ეს ფაქტია. საქართველოს ტერიტორიას განიხილავს საკუთარ ტერიტორიად. რამდენად აწყობს ეს რუსეთს? რა თქმა უნდა არ აწყობს, მათ მისთვის საშიშია. არის თუ არა რუსეთის ინტერესებში, სარწმუნოებასო თავი დავანებოთ. კავკასიის იქით, რუსეთიდან კავკასიის იქით, ანუ აქეთ ჩვენსკენ არსებობდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც ანტითურანის, ანუ ანტიმუსულმანური, ან ანტიოსმალური, ანტითურქული რელიგიისა და ორიენტაციის როა. რა თქმა უნდა შედის ინტერესებში. ანუ თუ ჩვენ დავაკვირდებით, რუსულ ინტერესებში შედის კავკასიაში არსებობდეს სახელმწიფო, რომელიც იქნება ქრისტიანული და ვაჟკაცების სახელმწიფო. ლიბერალებისა და პედიკების და მეძავების კი არა. არ შედის ეს მის ინტერესი, სახელმწიფოებრივ ინტერესში არ შედის. იმიტომ რაც უფრო მეტი ვაჟკაცი და თან ქრისტიანი იქნება კავკასიაში, უფრო მეტად დასული იქნება რუსეთი დიდი თურანის შექმნისგან. და ეს ქართველებო ჩვენ ინტერესს ემთხვევა თუ არ ემთხვევა? ქრისტიანული, ზნეობრივი, ვაჟკაცების ქვეყანა რო ვიყოთ. ჩვენი სურვილი ეს არის. ამიტომ როდესაც ჩვენ რუსს დაველაპარაკებით, უნდა ამ მიმართულებით დაველაპარაკოთ სარწმუნოება. თუ შენ ხარ მესამე რომი, ჩვენ ვართ მეორე იერუსალიმი. სარწმუნოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები. ბევრი გვაქვს ჩვენ და ჭკვიანი ხალხი, როგორც თავიდან დავიწყე. იქცევა ისე, რომ მოვლენები რაც მისი გვხვდება, საკუთარ სასარგებლოდ გამოიყენებს და რაც უარყოფითი მოვლენებია აქციოს დადებით.